ტექნოლოგიების სწრაფად განვითარების გამო დედამიწაზე რთულია ისეთი ადგილის წარმოდგენა, სადაც ადამიანები მოხვედრას ვერ შეძლებენ, მაგრამ ჩვენს პლანეტაზე დღესაც კი არსებობს ის ტერიტორიები, რომელთა დათვალიერებაც აკრძალულია. დაწყებული გასაიდუმლოებული სამხედრო ბაზებიდან დამთავრებული დახურული კუნძულებით, ამ ეპიზოდში იმ ადგილებს გაჩვენებთ, სადაც ადამიანებისთვის შესვლა აკრძალულია. უკვე მრავალი წელია, რაც კალიფორნიის ტყის პატარა ნაწილი, სახელწოდებით ბოჰემური კორომი იმ ადგილად ითვლება, სადაც ყველაზე ძლევამოსილი ადამიანები მალულად იკრიბებიან და სამყაროს ბეწყვეტენ. კლუბ საიდუმლოებას ისიც ხმატებს, რომ ზოგიერთის მტკიცებით, მისი წევრები თაყვანს დიდი ზომის ბუსქანდაკებას სცემენ. 2000 წელს ჯგუფმა, რომელსაც ჟურნალისტი მაიკ ჰანსენი ხელმძღვანელობდა, ტერიტორიაზე შესვლა და იქ მომხდარი ამბების დაფიქსირება მოახერხა. ამის შედეგად გაირკვა, რომ ბოჰემური კლუბის წევრები ნამდვილად ყველაზე ელიტარული ადამიანები არიან, რომლებიც არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ სხვა ქვეყნებშიც მოღვაწეობენ. დამტკიცდა ისიც, რომ ისინი თაყვანს ნამდვილად სცემენ 12 მეტრის სიმაღლის ბუსქანდაკებას. ჟურნალისტმა ვიდეოზე დააფიქსირა რიტუალი, რომლის არსსაც საკუთარი მიზნების უკეთ გაანალიზება წარმოადგენდა. ამბობენ, რომ კლუბის დაარსებიდან 130 წლის იუბილეზე მისი წევრები ყველა საიდუმლოს გაამხელენ. ზონა 51 ალბათ ყველაზე ცნობილი საიდუმლოა. ეს სამხედრო ბაზა ლას-ვეგასიდან 133 კილომეტრში მდებარეობს. ბაზის ტერიტორიაზე შესვლა უცხო პირთათვის აკრძალულია. სწორედ მისი საიდუმლოების გამო ზონის ირგვლივ უამრავი მითი და ლეგენდა არსებობს. ზოგიერთი თვლის, რომ ბაზაზე იმ უცხო პლანეტელთა გვამებს მალავენ, რომელთა ხომალდიც 1947 წელს ქალაქ როზველის სიახლოვეს ჩამოვარდა. როზველის ინციდენტმა საფუძველი უამრავ თეორიას დაუდო. დიდი ალბათობით რეალურად ქალაქის სიახლოვეს გასაიდუმლოებული სამხედრო აპარატი ჩამოვარდა. ზონა 51 კი ახალი ამერიკული თვითმფრინავების საცდელ პოლიგონს წარმოადგენს. ობიექტის დათვალიერების ერთადერთი შანსი სატელიტებიდან გადაღებული ფოტოების საშუალებითაა შესაძლებელი, მაგრამ მათზე რაიმე განსაკუთრებული არ ჩანს. მაგრამ არსებობს ვარაუდი, რომ საიდუმლოებები არა ზედაპირზე, არამედ მიწისქვეშ ინახება, მაგრამ სიმართლე დღესაც რამდენიმე ადამიანმა იცის. ჰავაის კუნძულების სიდიდით მეშვიდე დასახლებული კუნძული ადასტურებს იმ მოსაზრებას, რომ ფულით ყველაფრის ყიდვა შეიძლება. ეს კუნძული არა მხოლოდ ტურისტებისთვის, არამედ ჰავაის გუბერნატორისთვისაც კი დახურულია. არადაის დამსვენებლებისთვის შესაძლოა ნამდვილ სამოთხედ ქცეულიყო, რადგანაც კუნძულზე ულამაზესი სანაპიროა, მაგრამ ამ კუნძულის დანახვა ადამიანებს მხოლოდ შორიდან შეუძლიათ. 140 წლის წინ მოგზაურმა ჰენრი რობინსონმა 180 კვადრატული კილომეტრის ფართობის კუნძული მეფისგან $10,000 იყიდა. კუნძულთან ერთად მას მისი მაცხოვრებლებიც ერგო, ასე რომ რობინსონი პატარა სახელმწიფოს მფლობელი გახდა, რომელსაც საკუთარი წესები და კანონები ჰქონდა. კუნძულის 250 მკვიდრი დღესაც ისე ცხოვრობს, როგორც 100 წლის წინ. ნიჰაუს მთავარი წესი ცივილიზაციისგან შორს ყოფნა. კუნძულის დატოვება მოსახლეობას მხოლოდ განსაკუთრებული მიზეზების გამო შეუძლიათ. თანაც სხვა ქალაქებში ყოფნის დროს მათ კუნძულზე ცხოვრების შესახებ საუბარი აკრძალული აქვთ. კუნძულის დათვალიერება უამრავ ადამიანს სურს, მაგრამ ამისათვის მის მფლობელზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენაა საჭირო. ნორთ-ბროტერის კუნძული ისტრივერის სრუტეში, ნიუ-იორკის ტერიტორიაზე მდებარეობს. ამ კუნძულს საკმაოდ ბნელი წარსული აქვს. 1885 წლიდან კუნძულზე საკარანტინო ზონა იყო მოწყობილი. ინფიცირებულთა უმეტესობა უკან აღარ დაბრუნებულა. სწორედ აქ ცხოვრობდა ცნობილი ქალი ტიფიანი მერი, რომელიც ამერიკის ისტორიაში ტიფის პირველი უსიმპტომო მატარებელი იყო. ქალი თვლიდა, რომ მას არანაირი დაავადება არ ჰქონდა. 3 წლის შემდეგ იმ პირობით, რომ ის უსაფრთხოების წესებს დაიცავდა, მერი კუნძულიდან გაუშვეს, მაგრამ 50-მდე ადამიანის დაინფიცირების შემდეგ ის კვლავ უკან დააბრუნეს. როდესაც ვირუსული ინფექციების საწინააღმდეგო წამლები შეიქმნა, დაავადებულთა რიცხვი შემცირდა. ამიტომაც საკარანტინო ზონა დაიხურა, მაგრამ დღეისათვის კუნძულზე გადასვლა ადამიანებისთვის აკრძალულია. ადგილობრივები თვლიან, რომ იქ უამრავი მოჩვენება ბინადრობს, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, კუნძულს იმდენად ცუდი რეპუტაცია აქვს, რომ მისი ყიდვა არავის სურს. ამ ადგილის ოფიციალური სახელწოდება კეიმა და გრანდია, მაგრამ საზოგადოება მას გველების კუნძულის სახელით იცნობს. კუნძული სან-პაულოს სიახლოვეს მდებარეობს და ის ცნობილია იმით, რომ იქ ძალიან ბევრი გველი ბინადრობს. კუნძულზე ძირითადად გველების ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო სახეობა ბოტროპსები ბინადრობენ. მათი ნაკბენი იმდენად ტოქსიკურია, რომ მას ადამიანების ძვლებისა და კანის დადნობაც კი შეუძლია. შორიდან კუნძული შთამბეჭდავად გამოიყურება, მაგრამ მასთან მიახლოება სიცოცხლისთვის საშიშია. თუ კუნძულს ნავით მიუახლოვდებით, მის კლდეებზე უამრავ გველს დაინახავთ. უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე, ბრაზილიის ხელისუფლებამ ადამიანებს კუნძულზე გადასვლა აუგზავნა, მაგრამ მის გარშემო ნავით ცურვა, თევზაობა და დაივინგი დაშვებულია. კუნძულზე ერთადერთი შენობა შუქურაა, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისამდე მექანიკურად ფუნქციონირებდა. მოგვიანებით შუქურა გადაკეთდა და დღეისათვის მისი მართვა ავტომატურადაა შესაძლებელი. ინდოეთში, რაჯასტანის შტატში, ჰანგარის ფორტი მდებარეობს. მოსახლეობა ამ ადგილთან მიახლოებას ვერ ბედავს, რადგანაც ისინი ფიქრობენ, რომ ფორტში მოჩვენებები ბინადრობენ. მთავრობამ ეს ადგილი მოჩვენებების
უკანაყოფელად ოფიციალურად გამოაცხადა. ამიტომაც მისი დათვალიერებისთვის აუცილებელი მკაცრი წესები არსებობს. ლეგენდის თანახმად, ქალაქში პრინცესა რატნავატი ცხოვრობდა, რომელიც ჯადოქარს შეუყვარდა. მოგვიანებით ჯადოქარმა მისი მოჯადოება სცადა, მაგრამ გოგონა ყველაფერს მიხვდა. უარის მიღების შემდეგ ჯადოქარმა ქალაქის ყველა მაცხოვრებელი დაწყევლა. ამის გამო მათ რეინკარნაცია აღარ შეეძლოთ. ჯადოქრის დაღუპვიდან 1 წლის შემდეგ ომი დაიწყო და ომს პრინცესა და ქალაქის მაცხოვრებლები შეეწირნენ. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ მათი სულები დღესაც ფორტში ცხოვრობენ. ამიტომაც ფორტის დათვალიერებას მხოლოდ ტურისტები ახერხებენ, მაგრამ ისინი ამ ადგილს ყოველთვის დაღამებამდე ტოვებენ. ლეგენდის თანახმად, ის ვინც ღამით ფორტში დარჩება, იქაურობის დატოვებას ვერასდროს შეძლებს. მე-20 საუკუნის 60-იან წლებში ვულკანური აქტივობის გამო ისლანდიის სანაპიროსთან ახალი კუნძულის სურთსეი წარმოიქმნა. მკვლევარებმა ამ კუნძულზე გადასვლა ადამიანებისთვის აკრძალეს. ეს ყველაფერი კი იმიტომ გაკეთდა, რომ კუნძულზე ადამიანთა ჩარევის გარეშე ბუნებრივი ეკოსისტემა ჩამოყალიბებულიყო. ყოველწლიურად მეცნიერები კუნძულზე 20 მცენარისა და ცხოველის ახალსახეობას პოულობენ. ზოგიერთი გეოლოგიური პროცესი კი იმაზე სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე მეცნიერები ვარაუდობდნენ. მაგალითად, ვულკანური ფერფლი უკვე საკმაოდ გამაგრებულია. გეოლოგები კი ფიქრობდნენ, რომ ამისათვის ათასობით წელი იყო საჭირო. ვატიკანში მდებარეობს საიდუმლო არქივი, რომელშიც ათასობით მნიშვნელოვანი ისტორიული დოკუმენტი ინახება, რომელთა შორისაცაა პირადი მიმოწერები მოცარტთან, დედოფალ ელიზაბეთთან და ადოლფ ჰიტლერთან. საიდუმლო არქივის ზომა ნამდვილად შთამბეჭდავია. ის 640 საათი განყოფილებისგან შედგება, სადაც 85 კილომეტრის სიგრძის თაროებზე 35,000-ზე მეტი წიგნი ინახება. ბიბლიოთეკის არქივში ცნობილი მეცნიერების ნაშრომები, ჯვაროსნული ლაშქრობების ჩანაწერები და სხვა მრავალი საინტერესო რამაა. 1924 წელს არქივი მეცნიერებისთვის ნაწილობრივ გახსნეს. მათ მე-19 საუკუნემდე არსებული ჩანაწერების დათვალიერება შეეძლოთ. დროსთან ერთად კი მეცნიერებს სხვა მნიშვნელოვანი ჩანაწერების საკითხვის უფლებაც მისცეს. კომენტარებში დაგვიწერეთ, რომელი ადგილის მონახულება იქნებოდა ყველაზე საინტერესო და თუ მოგეწონათ ვიდეო არხის გამოწერას არ დაგავიწყდეთ.